თინეიჯერებისთვის გართობა აუცილებელია, რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ. რუსთაველი ახალგაზრდობაც არ არის გამონაკლისი, მაგრამ სურვილები და შესაძლებლობები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ალბათ ამიტომაა, რომ უმრავლესობა ქალაქიდან გადასვლაზე, ან სულად საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს. როცა მივყავდით გზას, შენ მიპოვნები, როცა მივყავდით ზღვას. აი ასე ერთობიან გაკვეთილების შემდეგ რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები. ამით ცდილობენ გაიფერადონ ცხოვრება ერთბეროვან ქალაქში. რა თქმა უნდა, რამდენიმე შეღებულ კორპუსს თუ არ ჩართულით. ყველამ თავისით უნდა შეიქმნას ალბათ გასართობის სიტუაცია, იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნე, ადგილები არ არის გასართობი, ამიტომ ანუ ზოგი ახერხებს ამას, ზოგი ვერ ახერხებს, ზოგი ერთობა და ზოგი რჩება ისე და ამიტომ ძალიან ბევრი რუსთავში ბავშვების კატეგორია, რომელსაც უნდა რუსთავიდან წასვლა, უნდა რომ წავიდეს თბილისში, იცხოვროს არ თბილისში, რადგან უფრო მრავალფეროვანი გაიხადოს ცხოვრება. სკოლაში კი ვიღებთ განათლებას, რაც მოეთხოვება საშუალო განათლებას თავისუფლად, მაგრამ რუსთავში ამ ქალაქში არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, არ არის თვითონ ქალაქში და ვაპირებ რომ თბილისში წავიდე ალბათ უფრო საცხოვრებლად, თუ მოახერხე, ალბათ საზღვარგარეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსთავში დარჩენას არ ვაპირებ, იმიტომ რომ აქ არაფერი არ ხდება საერთოდ ქალაქში და მე მგონი უაზრობა იქნება ნებისმიერისთვის რომ აქ დარჩეს და აქ იფიქროს რაღაც ცხოვრება ან კარიერის მოწყობა ამ ქალაქში. But baby, you hardly even know when I try to show you. Song is meant to keep you doing what you're supposed to. აქ ქუჩაში ახალგაზრდებს იშვიათად ნახავთ. ციცივე და ზამთარი ნამდვილად არაფერ შუაშია. უბრალოდ რუსთაველი თინეიჯერების გართობა განსხვავდება დედაქალაქელი მოზარდების გართობისაგან. სხვა თუ არაფერი თბილისში შადრევნები მაინც მუშაობს. აქ კი ისინი ბოლოს როდის ჩაერთო, არავის ახსოვს. რუსთაველი თინეიჯერები ფაქტიურად არაფრით არ ერთობიან. არის ფანტანი, რომელიც ზაფხულში ფუნქციონირებს მარტო. მე მირჩევნია, რომ ქალაქი უფრო ლამაზი იყოს, აქტიური იყოს, გასართობი ცენტრები. ახალგაზრდობა არ წავიდეს თბილისში და გაერთოს თავის ქალაქში, რუსთავში. ეს არტერა გამართლებული იქნებოდა ზოოპარკში, რომ რაიმე ცხოველი მოიძებნებოდეს. აქ ახლა დიდი სპირტიანი სასმელების მოყვარულებს. ან შეყვარებულ წყვილებს წააწყლეთ. ყველაზე რომანტიული ადგილების სიაში რუსთავის პარკი გაჩერებული ატრაქციონებით ალბათ ერთ-ერთი პირველია. რა თქმა უნდა, რუსთავი ამით გამოირჩევა, ესეთი ქალაქი ჩემი აზრით არ არსებობს. აი ესეთი. ანუ არაფერი არ ხდება საერთოდ. და არც მოხდება არასდროს. ვისაც ფეხბურთის თამაში შეუძლია, აშკარად გაუმართლა. დროის გასაყვანად და გასათბობად არც ისე ცუდი საშუალებაა. ამით რომ გოგონებსაც გაუჩინეს საქმე. გულშემატკივრების ნაკლებობას რუსთაველი ფეხბურთელები ნამდვილად არ განიცდიან. ვინ იცის, იქნებ სწორედ სტადიონზე იპოვონ მეორე ნახევარი და ბედნიერი ოჯახებით შექმნან.